პოკროვსკის ცენტრს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. საჰაერო სადესანტო ძალების ცნობით ქალაქის ცენტრი გაწმინდეს და მტერი ვერ ახერხებს პოზიციების გამაგრებას. ოკუპანტებისგან თავისუფალი ერკინიგზის სადგურით შესაბამისად შეფერხდა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილზე რუსების გადასვლის მცდელობები. ევროპული ქვეყნები ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებაზე ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით ევროპელი ლიდერების კონტრწინადადება უკრაინის არმიისთვის რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს. დღეს ჟენევაში უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოლაპარაკებები გაიმართება. არც ერთი საზღვარი არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ასეთია ევროპელი ლიდერების პოზიცია ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე. უკრაინის ყველა ძირითადი პარტნიორი ამბობს, რომ უკრაინა არ უნდა დარჩეს დაუცველი. ევროკავშირთან ან ნატოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს მათი წევრების თანხმობა, ამბობს მაკრონი. გერმანიის კანცლერის თქმით კი ომი ევროპის კონტინენტზეა და თუ უკრაინა წააგებს ამას მძიმე შედეგები მთელი ევროპის კონტინენტისთვის მოჰყვება. დიპლომატიის პარალელურად უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა, აცხადებს ზელენსკი ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ. მან ბოლო ერთი კვირის რუსული თავდასხმები შეაჯამა და აღნიშნა, რომ უნდა დაჩქარდეს საჰაერო თავდაცვისა და რაკეტების მიწოდების ყველა შეთანხმების განხორციელება.